მოგესალმებით, მე გახლავართ ჯემალ ზაგანია, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი. როგორ ხედავთ სპორტის როლს თანამედროვე საზოგადოებაში? სპორტი, როგორც ესეთი, ხალხს წარმოუდგენელია, ეს არის გართობა და ეს არის რაღაც სანახაობა და არ არის ესე. სპორტი არის მიმართულება, რომელიც აუცილებელია ადამიანს. ჯერ კიდევ ჩვენ წელს აღრიცხვამდე 2-3000 წლის უკან ესეთი მოაზროვნეები და ესეთი დონის ფილოსოფოსები როგორიც იყვნენ ჰეროდოტე, ჰიპოკრატე, სტრაბონი, რავის რამდენი ერთი ჩამოვთვალო, ძალიან დიდ ხაზს უსვამდნენ იმას, რომ სპორტი ეს არის აუცილებელი პირობა ადამიანის განსავითარებლად და წარმოუდგენელია მაშინ ამბობდნენ ამას, აი გეუბნებით 2-3000 წლის უკან, რომ ადამიანი ყოველ მხრივ, ანუ ჰარმონიულად განვითარებული უნდა იყოს. ეს ჰარმონია ნიშნავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ გონებრივად უნდა იყოს განვითარებული, აუცილებლად ფიზიკურადაც უნდა იყოს განვითარებული და ყოველთვის ეს მსოფლიო გენიოსები მოუწოდებდნენ, რომ აქტიურად ყოფილიყვნენ ჩაბმული სპორტში, ფიზიკურ აღზრდაში, რომ გამოდგომოდნენ თავიანთ ქვეყანას ყველა მიმართულებით. მე ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, მაგალითად რა დონეზია სპორტი. როდესაც რომელიმე ქვეყანაში ჩადის ნებისმიერი დელეგაცია, იმას ხვდებიან ჩვეულებრივად, მაგრამ როდესაც სპორტული ასპარეზობა იმართება, იმ ასპარეზობაზე აუცილებლად უკრავენ იმ ქვეყნის გიმნს, რომელიც ქვეყანასაც წარმოადგენს ესა თუ ის სპორტული ორგანიზაცია და წერენ იმ ქვეყნის დროშას. ეს ორ შემთხვევაში იმართება მაშინ, როდესაც მეორე ქვეყანაში ჩადის ქვეყნის პრეზიდენტი, ან ჩადის სპორტული დელეგაცია. ეს უკვე ხაზს უსვამს იმას, რომ სპორტი ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღია იმისათვის, რომ ხალხი დაკავდეს აი ამ საქმით.